არეული ოთახი გაქვს, შიგნით გაქვს არეული აზრები. რესურსი უნდა იყოს. ის ვერასდროს ვერ გააკონტროლებს თავის საკუთარ ემოციებს. ეს არის პირველი კვება, მეორე არის ვარჯიში და მესამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამ სტრესების არ მიღება და ნეგატივის რაღაცა ასხრება. ანუ მენტალური ჯანმრთელობა? ხო, შენი საუკეთესო ვერსია იპოვო ყოველდღიურობაში. ზომიერებაში პოულობ ჰარმონიას და ცხოვრების ხალისს. გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს. დღეს ჩემი სტუმარია გოჯურიუს აკადემიის დამაარსებელი სენსეი ლევან როგავა. ასევე მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ Wellness Podcast-ი და ზარის ღილაკსაც არ დაგავიწყდეთ, რომ დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოტოვოთ. დღეს ჩვენ ლევანთან ვისაუბრებთ გოჯურიოზე, მის როლს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაში. გამარჯობა ლევან. გამარჯობა თაკო. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუმარი ხარ დღეს. და ძალიან საინტერესო თემით ვართ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მითმობ დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაიგონ ადამიანებმა ჩვენ შესახებ. იცი როგორ გეტყვი, მსოფლიოში დაახლოებით 7-8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ალბათ უმრავლესობა მათგანისთვის თუ ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანია, ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა. და სამწუხაროდ ამ ჯანმრთელობას არ ვაქცევთ ყურადღებას მანამ, სანამ ეს ჯანმრთელობა თვითონ არ, ესე ვთქვათ, შეგვერყევა. ხო. და შესაბამისად ადამიანებს გმართებს ცოტა ადრე დაფიქრება ამაზე და ჩვენი მიმდინარეობა აკადემიაც გულისხმობს იმას, რომ ჯანმრთელობა უნდა ასწავლო ბავშვებს, ადამიანებს ბავშვობიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეგრეთ წოდებული blue zone რო არის, ხო იცი? ლურჯი ზონები. ლურჯი ზონა, ხო. დღეგრძელობის ზონებს ეძახიან, ხო. ამას ანიჭებენ ადგილებს, სადაც ადამიანები ხანგრძლივად ცხოვრობენ და ცხოვრების წესი შეესაბამება რაღაცა მის სწორ განვითარებას. და ერთ-ერთი მათგანი არის კუნძული ოკინავა, საიდანაც არის ჩემი პროფესია, ესე ვთქვათ, ან ჩემი პროფესია დასაბამს იღებს კუნძულ ოკინავადან. ოკინავა მდებარეობს იაპონიის სამხრეთით და არის ულამაზესი ადგილი და იქ რო ჩადიხარ, აბსოლუტურად გეცვლება განწყობაც, შეხედულებებიც და ეს ძალიან გვეხმარება, გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევს ხშირად მე და ჩემს გუნდს გვიწევს ხშირად იქ მოგზაურობა და ერთგვარი უკვე იმდენი ხანია დავდივართ, რომ რაღაცა მეცნიერული ნაშრომიც კი შეიძლება გამოგვივიდეს, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად გვაქვს შესწავლილი ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ და ზოგადად რა мотиваცია აქვთ ცხოვრების და რატო არიან ესე, რატო ცხოვრობენ ესე. ჩვენც მოგვიყვებია ხალხი. ხო, ვეცდები. კი, ვეცდები. ეხლა რამოდენიმე ფაქტორია, რაც შეიძლება რომ ჩვენ რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მოდი დავიწყებ მშობლიურიდან, საკუთარიდან, ეს არის კარატე და კარატეს დაბადების ადგილი არის ოკინავა, ეს იყო შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებს დაეცვათ თავი, კარატე ნიშნავს შიშველ ხელს და შესაბამისად სხეული უნდა ყოფილიყო, ადამიანის სხეული უნდა ყოფილიყო, როგორც იარაღი, ანუ ძლიერი უნდა ყოფილიყო სხეული. ამისთვის შეიქმნა სისტემა, რომელიც სისტემაც აბსოლუტურად მორგებულია ადამიანზე და არის უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობაზე დაფუძნებული და დამყარებული. სინამდვილეში, როცა იქ ჩადიხარ და როცა ადამიანებს ხვდები, პირველი რაც თვალში ხვდება და თვალსაჩინოა, არის ეს კოლექტიური სიმშვიდე. ყველა მშვიდია, ყველა რაღაცა ფოკუსირებულია თავის საქმეზე, თავის თავზე და ეს ეხმარება მათ, რომ იყვნენ რაღაცა უფრო მიზანდასახულები, უფრო მშვიდები. ტერმინებზეც მოგვიწევს რაღაც ტერმინებზე საუბარი, იმედია ჩვენს მაყურებელს ძალიან არ დავაბნევთ.
და არის ესეთი ტერმინი ჰარა ჰაჩიბუ ესე ქვია, რაც ნიშნავს საჭმლის ჭამის დროს გაჩერდი, როცა დანაყრებული ხარ 80%-ით. ანუ ნუ გადაამეტებ მეც, ანუ ისე ნუ ადგები მაგიდიდან, სუფრიდან რო ვერ სუნთქავ და ხო, პრინციპში ეს ისედაც ნაცნობია, ვიცით ყველამ. კი, ვიცით, უბრალოდ თუ სტრესულ გარემოში ცხოვრობ. ხო, სტრესული კვება. იცით, ჩემზე უკეთ უამრავი ნუტრიციოლოგები ყავდა და კარგად ახსნეს ამის შესახებ, თუ რამხელა ნეგატიური როლი აქვს, როცა შენ სტრესულად ცხოვრობ და მიბმულია ამ სტრესულ ცხოვრებას შენი არასწორი კვება და როცა არასწორი კვება გაქვს, შესაბამისად მე ყველაფერი არასწორად მიდის მთელი ეს ბიოქიმია. კი. და ამას ასწავლიან ბავშვობიდან რა. ანუ აი ესე არ ხდება, ეხა გახდა ვთქვათ, არ ვიცი 40 წლის ან 50 წლის და მეერე დაიწყო მოსწავლა, არა. ეს არის რაღაცა მოცემულობა, როცა ოჯახში დედა, მამა ასწავლის ბავშვს, რომ ესე ზრდიან. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენთან პრინციპში პირიქით, ანუ კარგად უნდა ბოლომდე ჭამე. გამოტენო უნდა კარგად და ხო, ისე არ აყენებს უფრიდან, ხო? უფრო ბებიებმა იცოდნენ. კი, და ესეთი რაღაცები ახლა რასაც მე ვცდილობ რო ეს რაც მინდა რომ ავხსნა, პირდაპირ კავშირშია ჩემს საქმიანობასთან და არ არის ისე რომ განცალკევებულად იყოს მარტო რაღაც თავდაცვა ასწავლო ბავშვებს ან ჩხუბი ან ფიზიკურად იყვნენ ძლიერები, მარტო არ არის. სიღრმისეულად თუ წახვალ სინამდვილეში ესეთი რაღაცებიც სხვათა შორის იკიგაი არის ესეთი მცნება, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ გავეცანი ამ მცნებას, ესე ვთქვათ, ტერმინს და გაგებას, ესე ვთქვათ, წიგნიც კი ჩამოვიტანე დიდი ხნის წინ, იმიდან, რა ქვია, ინგლისურად და მე ქართულადაც კი ითარგმნა. ნათარგმნია, კი. და ეს იკიგაიც ოკინავადან მოდის და იქ არის ეს ტერმინიც და ანუ ესეთი ტერმინები ჰარაჰაჩიბუ, იკიგაი, ასევე მაგალითად როცა ხდებიან სუფრასთან, ხო, ამბობენ იტადაკიმას და ეს ნიშნავს აი ჩვენს ენაზე რო გადმოთარგმნოთ რაღაცა პური ჩვენი არსობისა. ანუ ყველა ამბობს ამას და არ ამბობს ვთქვათ პური ჩვენი გაძღომისა, რაღაც ეგეთი არ არის რა. ანუ თქოს რაღაც გამოსმაგივრად ამას ხმარობენ? ხო, ანუ ჩვენი არსობისთვის მივირთმევთ ახლა ამას და არა იმისთვის რომ რაღაცა ამოვისოთ მცელი ბოდიში ამ იმისთვის რა ქვია, ჟარგონისთვის. და ესეთი ტერმინები და ესე ვთქვათ აკუმულირებული ემოციები, რომელსაც ცოდნა აქვს, სარგებლობა აქვს, რაღაცები აქვს, ისინი ეხმარება ადამიანს, რომ უფრო გაუადვილდეს რაღაცეების ესე ვთქვათ გაკეთება და გადალახვა. კი, ცხოვრებისეული, თუნდაც სირთულეების ეს ყველაფერი ალბათ აქედან მოდის. და აი როგორ გააკეთე ინტეგრაცია აი ქართულ ბავშვებში ამ ფილოსოფიის, ანუ აი რაშუები. რეალურად ახლა იქ ოჯახებში ვთქვათ ვისაუბრეთ და აი აქ როგორ კულტურა ეს და იცი როგორ არის ახლა ამ შემთხვევაში შენც ესე უნდა ცხოვრობდე და შენც ესე უნდა აკეთებდე. და ბავშვებში ამის დანერგვა და ესე ვთქვათ, გავრცელება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ზრდასრულებთან. ხო, თუმცა ესენი მე სახში ბრუნდებიან და ჩემთან ვთქვათ, დღეში ატარებენ საათ, ჩემთან რა, ჩვენთან გოჯურის აკადემიაში ატარებენ 2 საათს და დანარჩენი 22 საათი ვთქვათ, სკოლა, ოჯახი და ესე ვთქვათ, ვისაც აქვს ეს სურვილი, რომ რაღაცნაირად ეს კულტურა მისთვის იყოს უფრო სასარგებლო, არა იმიტომ რომ ვთქვათ რაღაცა ვიღაცა ეუბნება, უბრალოდ თავის თავზე გამოცადა ეს, რომ ეს ზომიერება ისწავლა ბავშვობიდანვე და ეს ზომიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გოჯურიუ არის GOS და JUICE სინთეზი, ანუ GO მაგარი რბილი, JU
მაგარის და რბილის სინთეზი, ესე ვთქვათ, შერწყმა და ეს მეორე ეს ნიშნავს ალბათ რაღაცა ბალანსს. ეს ბალანსია, ცხოვრებისეული ბალანსია, შენი ემოციების ბალანსია. სხვათა შორის ეს ჰარაჰაჩიბუ იგულისხმება ასევე შენს ყოველდღიურობაზეც რა, არა მარტო კვების დროს 80%, არამედ ზოგადად ხო, ეს რაღაცა ზომიერება ძალიან ეხმარება ამ ამბავს და გოჯურიუს ეს ბალანსი და ჰარმონიულობა რაღაცა კომპლექსურია თაკო, ანუ არ არის ცალკე მდგომი. ახლა თუ დადის ადამიანი ვარჯიშობს ჩვენთან, ეს ნიშნავს იმას, რომ დარბას გარეთაც ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ ესეთი წესები და რაღაცა მერე რომ გაუჯდება თვითონ ამ ბავშვსაც და დიდსაც, მერე უკვე გრძნობს განსხვავებას, როგორ შეუძლია მართოს ეს თავისი ემოციები, მარტივია სინამდვილეში რა, თუ მაგიდასთან არ შეუძლია რაღაცეების მართვა და გაჩერება და ანუ ზედმეტად შეუძლია ჭამა, ის ვერასდროს ვერ გააკონტროლებს თავის საკუთარ ემოციებს. ანუ ესეც ბმაშია. ერთ-ერთი ბოდიში მნიშვნელოვანი ტექნიკა მანდ არის, რომ ნელა მიირთო. ხო? ალბათ მანდაც იქნება ეს, ხო? ნახსენები აუცილებლად, ხო? კი, რაღაც გაცნობიერებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. არა ავტომატური მიღება ამ ყველაფრის, არამედ რაღაცა ესე ვთქვათ დაბალანსებული და არ შეიძლება ამ დროს ტელეფონი, არ უნდა გეჭიროს ტელეფონი, არ უნდა გქონდეს რაღაცა ეს დამოკიდებულებაში ძალიან გეხმარება, რომ სინამდვილეში სწორად გააკეთო რაღაცეები. ვარჯიშებიც იგულისხმება ამაში, რომ ეს ვთქვათ თუ არ ხარ პროფესიონალი და თუ არ გაწერილი, აქაც ზომიერება გმართებს, რომ არ შეიძლება ზედმეტად გადატვირთო, ზედმეტად თუ კიდევ ვიმეორებ, თუ არ ხარ პროფესიონალი და თუ არ გაწერილი, ეს რაც უნდა გააკეთო და მიზნისკენ არ მიდიხარ. და ეს ყოველდღიურობაში ცვლის ხელსაც. ანუ რატო უნდა ვჭამოთ ესე ზომიერად? რატო უნდა რაღაცები რატო უნდა დავიცვათ? იმიტომ რომ ისევ და ისევ შენს ხელს, შენს ესე ვთქვათ შინაგან მდგომარეობას და შენს ცხოვრებაში იყო ჰარმონიული უფრო. და არ შეგაწუხოს რაღაცეები. და ცნობიერი. ხო. ხო. ამაში ძალიან გეხმარება. ანუ ჩვენ ახლა ბევრ რამეს ვამბობთ ისეთ რაღაცეებს, რომელსაც შეგვიძლია მთლიანად რაღაც ერთ თემაზე ერთი პოდკასტი გქონდეს და ვისაუბროთ და ეს იმედია რაღაც ზედაპირულობაში არ ჩამომართმევს მაყურებელი იმაში. ძალიან საინტერესოა პირიქით. და აი თქვათ ამ ვარჯიშთან ერთად, აი გინდა უფროსები, გინდა ბავშვები, არის რაღაც კონკრეტული, არ ვიცი, საკვები შერჩეული, ურჩევთ თქვათ რაღაც, აი უბნებით რომ თქვათ ულტრა გადამუშავებული საკვები არ მიირთო, არის რაღაც ესეთი რჩევები? არა. მე ამას არ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, იმიტომ რომ მე არ ვარ, ასე ვთქვათ, ნუტრიციოლოგი, მე არ შემიძლია ესეთ რაღაცების თქმა. მე მხოლოდ შემიძლია ზომიერება, ხო, ისეთი საყვარელი ბავშვები დადიან ჩემთან, რომ ეხლა როგორ შეიძლება მაგათ რაღაცა ტკბილზე უარი უთხრა, არ შემიძლია მე. ეხლა ეს ამბავი მეც მიყვარს ძალიან ტკბილი, უარს არ ვამბობ არასდროს, უბრალოდ შემიძლია ზომიერად ჭამო ეს და ვიცი რომ რაღაცა შვიდი ცხოვრება მაქვს, არ ვარ ქაოტური ადამიანი და აქედან გამომდინარე არ მაქვს რაღაცა სულ რაღაც ქაოსები და სიგიჟეები და შემიძლია რომ რაღაცა ხო შვიდად იმას ვქნა რაღაცა ხან შოკოლადი ვჭამ, ხან რაღაცა ვჭამ, ხან ეს აკრძალვაც არ მოსულა ძალიან, იმიტომ რომ ამ აკრძალვით მე მგონი რომ არაერთმა ფსიქოლოგმაც და რა ვიცი, იმდენი ისინი ამაზე შექმნილი, რომ ეს აკრძალვებიც უმრავლეს შემთხვევაში არ მუშაობს და იწვევს უარეს მერე ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, ხო? და ამიტომ ეს ადგილი შენ თავთან ჰარმონიულობა, შენი თავის პოვნა, შენი საზღვრების, ესე ვთქვათ, გაფართოვება, ან შენი საზღვრების გაფართოვება, გაძლიერება, შენ თავში თავდაჯერებულობა,
გაძლევს უფრო დიდ რაღაცა ავანსებს და ისე ვთქვათ შესაძლებლობებს საზღვრების გაფართოებაში, იმიტომ რომ ეს უმესმის საზღვრების დაცვა პირიქით, რომ შენ იცოდე შენი საზღვრები, რომ ვთქვათ არას თქმა იცოდე, არ შემოუშვაზედ მეტად, აი რაღაც უფრო აი ამაზე ვსაუბრობთ. ეხლა ეს გაფართოება საზღვრების იგივეს გულისხმობთ თუ სხვა რამე არა, როგორც წესი, ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავისი საზღვრები აქვს და ამ საზღვრების დაცვაზე და ამ უფლებებზე მიდის ძალიან დიდი მუშაობა და ისე ვთქვათ. ხო და მე ვამბობ, როცა შენი საზღვრები გაქვს, შენი შესაძლებლობები გაქვს. რეალურად ხო? კი, რა თქმა უნდა, შენი შესაძლებლობა, რომელიც შესაძლებლობაც, ну, ვთქვათ, არის კომპლექსური, ვიღაცამ გითხრა, რომ შენ ეს არ შეგიძლია, შენმა მეგობარმა გითხრა, რომ შენთვის ეს არ არის, ვიღაცამ გითხრა, რომ ეს ჩემთვის არის და მე ამაში კარგად ვწნობ. შესაბამისად, შენი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა ცოტა დაბლა იწევს. ამ საზღვრებს გულისხმობ, როცა დრო გადის, ცხოვრება მიდის, შესაძლებლობები იკლებს ადამიანის, რაც ბუნებრივია და გვჭირდება, რომ ფეხი აუწყოთ და შევეწინააღმდეგოთ, ესე ვთქვათ, ამ რაღაცა რეგრესს, ჯანმრთელობის რეგრესს, სხეულის რეგრესს და ეს არის ზუსტად ის, რასაც როცა გულისხმობ, მე რომ ვამბობ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლები და საზღვრები უნდა გავაფართო. რომ უნდა მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ, რომ სულ ვანგრევ აი ამ ჩემს იმეებს, რა ქვია. და როცა მე ჩემი მოსწავლე მიყურებს, ვთქვათ, ახალგაზრდები მიყურებენ, ვინც ვთქვათ, ჩვენ მოყვებიან და ასე ვთქვათ, ამ სწავლებას მისდევენ, იმათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანი, ვინც მის წინ დგას. სენსეიც ამას ნიშნავს სინამდვილეში. რას ნიშნავს თარგმანში სენსეი? სენსეი იაპონური სიტყვაა, უკვე იცის ყველამ. და ნიშნავს ადამიანს, რომელიც შენამდე დაიბადა, გადატანითი მნიშვნელობით. ანუ შენზე გამოცდილია, ხო, ერთი ნაბიჯით წინ არის. ანუ ეს არის ტოლვა, რომ მე განვითარდე, ანუ მე მუდმივად უნდა ვიარო წინ, რაღაცა საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე. ხო, ველოსიპედი ვით არის რა, რომ თუ არ ატრიალებ ამ პედლებს, ხო, გადმოვარდები, გაგაჩერებს რა. ამიტომ ეს მუდმივი მოძრაობა და შენ თავში ძიება რაღაცების არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როცა ადამიანები ხედავენ ესე, მათთვის ეს დამატებითი мотиваციაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ვიცი, 20 წლის მერეც მუდმივად ესე უნდა იყოს ეს როლი ეს არის. და რამდენი წელია? რაც ამ სფეროში ხართ და სენსეი ხართ. 10 წლიდან დავიწყე ვარჯიში და ხო სულ რაღაცა იმითი ვამბობ ხოლმე ამას რაღაცა. რომ ერთი დღეც არ ჩამიგდია ამ ყველაფრის გარეშე. ხო. ანუ რაღაცა აზრადაც არ მომსვლია, რომ რაღაცა სხვა პროფესია მქონოდა და ეგ ძალიან მეხმარება, რომ ამ ჩემს გზაზე ვიყო მტკიცე რა, იმიტომ რომ ეს გამოცდილება, დაგროვილი გამოცდილება თუნდაც ნეგატიური 90-იანებიდან გამომდინარე ძალიან დიდ იმას მაძლევს, ესე ვთქვათ, ცოდნას და გამოცდილებას, რასაც მე უზიარებ მე ჩემს მოსწავლეებს და მე და ჩემი გუნდი, ვინც აკადემიაში ასწავლიან, ესენი არიან, რა ვიცი, უმაგრესი ხალხი და მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი ამ ადამიანებისგან რა. იმიტომ რომ რაღაცა ბავშვისთვის საკმარისია ალბათ რა, რაღაცა 1 მილიმეტრით რო შეუცვალო მიმართულება ცხოვრებაში, საბოლოო ჯამში დიდ იმას მიცემს, განსხვავებას ალბათ და ძალიან მაგარია ეგ ამბავი და ჩვენი საქმიანობით ვართ ძალიან ბედნიერები. ანუ ეს იკიგაი, რაც მე ძალიან ვახსენე, ზუსტად ეს არის. აირისთვისაც დილით გაღვიძება გიხარია და რჯისთვისაც ხარ ბედნიერი. სინამდვილეში ეს არის ხო, იპოვა შენი ცხოვრების მიზანი, საყვარელი საქმე, ხო, რაც мотиваციას გაძლევს. კი. და როცა შენ პაულობ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს კომერციული ეს საქმიანობა, ეხა ბავშვი რომ მოდის და რომ უნდა რომ იყოს კარატისტი, მას შენ არ ეუბნები, რომ იცი რა, ეს არ არის ოლიმპიური სახეობა, ეს არ არის კომერციული სახეობა, შენ ამისგან ფულს ვერ მიიღებ, რაღაცას ვერ მიიღებ, ამას ვერ ეტყვი.
იმიტომ რომ მას ეს უყვარს და უნდა რომ აი აქ იყოს, აქ ხედავს თავის თავს. და სინამდვილეში ეს არის ესეთი სახეობები ან რაღაცა პროფესიები, მიმართულებები, ხო? სინამდვილეში არის უფრო ღრმა იმისთვის, რომ იპოვო შენი თავი. ანუ იმისთვის მიდიხარ შენ ამდენ ხანი იმიტომ ვარჯიშობ, რომ შენ თავის უკეთეს ვერსიას ნახულობ ყოველ დღეურობაში და ეს მერე გადამდებიც არის, თაკო. რა თქმა უნდა, გადამდები ადამიანებში ძალიან ბევრი ჩემი მეგობრი შვილები ყველა დადიან თქვენს აკადემიაში და ვიცი. ანუ მე ხა ჩემი გამოცდილება არ არის გოჯურიუში, მაგრამ ვამსგავსებ ცოტა ჩემ გამოცდილებას იოგაში. როგორ თქვათ გაღრმავებს საკუთარ თავში, გახედებს და ზუსტად ეს საზღვრების გაფართოვება რო თქვით, ძალიან ვამსგავსებ ამას, იმიტომ რომ რაღაც გონია რომ არ შეგიძლია და მე შრომის შედეგად შეძლებ და სხვანაირად აღიქვამ შენ ფიზიკურ სხეულს და ხო, ალბათ რაღაც ხო, ერთი ის არის, რა ქვია. რაღაც მიზანი ერთი აქვს და შენი თავის განვითარებისთვის რაღაცა აი ამ გზებს პოულობ და ეძებ. ალბათ რაც უფრო ძველია, რაც უფრო რაღაცა დროცა გამოცდილი, მით უფრო მაგარია ალბათ. ყარია, ხო და სანდო ალბათ, ხო. ხო, ამიტომაც იოგა ძალიან უძველესია, ალბათ ყველაზე ძველია ალბათ რა, რაც საბრძოლო ხელოვნებას შეეხება. ნუ ხა იოგა შეიძლება არ იყოს დღევანდელ დღეს საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ ჩემთვის საბრძოლო ხელოვნება ყველაფერი, რაც საკუთარ თავს გიძლიერებს და აძლიერებს. აი მაგ კუთხით არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ესეთი. ზუსტად ეგ არის. მიდგომა. კი, ინდოეთში ვიყავი 1-2 წლის წინ და მან ვნახე ეს ადამიანები, ვინც აი მაგალითად ინდოეთის სენსეი, ჩემი უფროსი მეგობარი, სენსეი მისტრი, რომელიც 82 წლის არის და ვერ წარმოიდგენ ისეთ რაღაცებს აკეთებს. ხო, ვერ წარმოიდგენ, ანუ სტანდარტულად 82 წლის ადამიანს რო ამბობენ, ნუ მე მგონია უკვე ჩემს მაშინ რა ქვია, ცნობიერებაში კი არა და აზროვნებაში რომ არის უკვე დავრდომილი რაღაცა მოხუცე ადამიანი, ჩვენზე ვიცახაროთ, ხო? ხო, და აი რო ჩადიხარ იაპონიაში, თქვათ, ან ინდოეთში ხა ეს სენსეი, რომელიც და კითხვა მაქვს რატო? არის ბევრი ფაქტორი, მაგრამ ყველაზე მთავარი ორი რამ არის, ან თქვათ, მესამესაც ვიტყვი, ეს არის პირველი კვება, ეს დაბალანსებული და სწორი კვება, მეორე არის ვარჯიში, ოღონდ სწორი ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დააკვირდე პროფესიონალ სპორტსმენებს ნებისმიერ სახეობაში, ხო, ვინც არიან პროფესიონალები, ფაქტიურად ამ ადამიანებს ჯანმრთელობა აქვთ შეწირული. კი, არ ნიშნავს სპორტსმენობა, რომ ჯანმრთელი ხარ. ეს იყო ადრე კომუნისტური რაღაცა, ის რომ სპორტსმენი ხარ და ჯანმრთელი ხარ, ეგრე, ნუ დღევანდელ დღეს ესე არ არის და მე ძალიან ვღელავ ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი მყავს და ახლობელი და ნაცნობი, ვისაც შეწირული აქვს ეს ცხოვრება და რაღაცა მგონია რომ ის ფინანსური კეთილდღეობა რაც აქვთ, უფრო მეც იმსახურებენ ისინი, რომ მე რაღაცა თან ცოდნაც მგონია რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეს რაღაც მოვლა მე ამ ყველაფრის რეაბილიტაცია, ძალიან ბევრი დეტალია. ძალიან ბევრი დეტალია, ხო. და მოდი დავუბრუნდეთ ოკინავას. აი მოგვიღებე კიდე რამე თქვათ ამ კუნძულის შესახებ. კუნძულია, ხო? კუნძულია ოკინავა, დაახლოებით თუ არ ვწდები 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მის დედაქალაქს ქვია ნაჰა და იცი როგორ არის ძალიან დიდი ხანი მოყვება მე იქაური ეს ემოციები და მით უმეტეს ახლა სულ ამბობ რომ იაპონიაში როცა ჩადიხარ ყველა გაგიჟებულია ხოლმე ისე მოსწონდეს იაპონია, იმიტომ რომ კულტურაც, თანამედროვე ტექნოლოგიაც, ეს ყველაფერი ისეა შერწყმული და ისეა სინთეზში ყველაფერი მოყვანილი, რომ გასაოცარი ამბები ხდება მან და სულ ამბობ რომ 23 საუკუნეა იქიდან ჩამოდიხარ, აბსოლუტურად სხვა რაღაცებს აკვირდები მე აქ და მე უფრო ბრაზდები აკაურობაზე. ხო, აკაურობაზე რა, ისევ და ისევ ადამიანებზე, რომლებიც ამ რაღაც საერთო
საერთო რაღაცებს არ ღვევენ რა და ეს საერთო რაღაცების დარღვევა მე ძალიან არ მიყვარს რაღაცა არ მგონია რომ რაღაცა უპატივცემლობაში გადადის ეს და როცა ვასწავლით ბავშვებს პატივისცემას ჩვენთან პირველ რიგში იგულისხმება ეს რომ აი თქვათ მე ვეუბნები როცა მოდიხარ დარბაზში და დგები ჩემთან ერთად ვარჯიშზე ან ნებისმიერ სენსეისთან შენი ფიქრები შენი აზრი უნდა იყოს მიმართული ვარჯიშზე. შენ თუ ფიქრობ სხვა რამეზე, ეთყობა გინდა რომ იქ იყო და ჯობია წახვიდე იქ, სადაც ხარ და რას მენტალურად რაზეც ფიქრობ. თუ აქ მოდიხარ, უნდა იყო აქ და უნდა იყო. კი, როგორ არა ხშირად ხო? არა, ეგრე არ წასულა, ანუ მე ვიძახი, აი თქვა ფიქრებში ხო რაღაცა არის ხოლმე, რომ რაღაცა რაღაცა პრობლემა, გაერთო, გაიქცა ფიქრი რაღაცა და ანუ შენრისთვისაც მოხვედე და ერთი საათისთვისაც ხარჯავ კი ეხმარები მაგაში. სხეული აწმყაშია და შენ გჭირდება რომ იყოს სხეულთან რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერ ანუ ეს არის პატივისცემა, ეს არის ყურადღება და რას ნიშნავს ყურადღება, როგორ უნდა აუხსნა ეხლა თქვათ 7 წლის ბავშვს, 8 წლის ბავშვს რას ნიშნავს ყურადღება. ეხლა მედიტაციებზე ვერ ისაუბრებ და ძალიან კაი მაგალითია ეს ყურადღების ანალოგიებით რო ესაუბრები ძალიან იგებენ ეს ბავშვები ამ ყველაფერს. აი მაგალითად რას ნიშნავს ყურადღება. აი დილით ვინც ჩაის სვავს და მიდიხართ სკოლაში და სვავთ ჩაის, ხო, ცხელ ჩაის რო იღებთ და სანამ მიიტანთ ტუჩებამდე და შეახებთ პირს, აი იმ გზას ქვია ყურადღება, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს, რომ არ დაიწვა პირი და ენა და რა ვიცი. ამას ქვია ყურადღება და როგორც კი აცნობიერებს ამას იგებს, მე ეს ყურადღება გადმოაქვს ვარჯიშზე და აი ვარჯიშზეც ყურადღებით არის. და ოკინაუზე რასაც სწავლობ ძირითადად ეს არის რა ადამიანები გაჩვენებენ თავიანთი ირიბიქცევით რას ნიშნავს ყურადღება, რას ნიშნავს პატივისცემა, რას ნიშნავს ის რომ მე ჩემი საზღვრები მაქვს, შენი საზღვრები გაქვს და აპრიორი მე შენ პატივს გცემ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება პირველად მყავდეს ადამიანი ნანახი საერთოდ გამარჯვებასაც არ ვეუბნებოდე ესეთი გამულელისთვის უკვე იგრძნობა პატივისცემა, იმიტომ რომ ჩემთვის შენ ხარ ყველაზე მთავარი დამხმარე ადამიანი, ვინც შეიძლება მე რაღაცა ცუდ პერიოდში გამომადგე და ერთმანეთს დავეხმაროთ რა. ეს არის რაღაცა გაცნობიერების და აზროვნების მაღალი დონე და კულტურა არის ეგ ხო. საინტერესო და სიმშვიდე ახსენე კიდე ეს მომხვდა ძალიან ჩვენთან როგორი ქაოსია და ძალიან წარმოვიდგინე ხო. ალბათ საერთოდ სხვა არის, როდესაც თან არ არის პატარა ქალაქი ალბათ ხო? არა, ნუ ეხლა არა, არ არის. ხო. აბსოლუტურად ისეთია. სისუფთავეც მე მახსოვს ეხლა იმაზე ვიყავ ჩვენ დავდივართ სემინარებზე იქ რაღაცა შეკრებები გვაქვს სწავლებები გვაქვს პროფესიები ჩამოდიან სხვადასხვა მასტერები ესე ვთქვათ და კვალიფიკაციის ამაღლება ხო კი და ერთ-ერთი ვარჯიშიდან მოვდივართ მე და ჩემი გუნდი მიდან რა ქვია ვარჯიშიდან და ფეხით მივდივართ სახლამდე და უცებ რაღაც დაახლოებით იქნებოდა ალბათ ერთი 75 წლის მამაკაცი იქ ვერ შეატყობ ესე ასაკს ჩემი ვარაუდი მაქვს გამოთვლის რაღაც კალკულაცია ანუ ვერ მიხვდები რამდენი წლის არის რა ვერ არ ვიცი რა იმით და რაღაცებით იმაშვებით გუმანით ხვდებით მე ვინ რამდენი წლის არის და ეს ადამიანი რაღაცებს იღებს, რასაც ძალიან იშვიათად ნახულობ, რაღაცა დაგდებულ ქაღალდებს და რაღაცებს კრეფს ქუჩაში და ვიფიქრეთ რომ მუშაობს რაღაცა ხო არაფერიც ეს ყველაფერი ჩაილაგა თავის ჩანთაში, იმიტომ რომ იქ ურნებს და ნაგვისიმებს ვერ ნახავ ვერსა და არ დგას არსად და შენი ნაგავი შენ უნდა შენ სახლთან არსებულ ბუნკერში სადღაც უნდა დატოვო და ესენი ჩაალაგა თავის ჩანთაში ჩვენ ველოდებოდით შუქნიშანს ეს ბაბუ გადავიდა ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა ანუ მართლა სიურეალიზმია ჩვენთვის. ხო, ანუ ის თავისთვის აკეთებდა ამას რა, სიურეალიზმია ნამდვილად. მართლა. და სიგარეტსაც როგორც ვიცი, არავინ არ ეწევა. ქუჩაში არ შეიძლება. ისეთ ადგილებში ეწევიან, სადაც ამ გამონაბლქვით, ვთქვათ, არ შეაწუხებ.
იმიტომ რომ ხო, აი სუმაგავს ვფიქრობ, რომ აი რაღაც პარკებშიც რო სხედან დაიწევიან, აი როგორი ის არის, რა ქვია. სად ვარ საერთოდ მოკლედ, მე ალბათ ამ შედარებას რო აკეთებ, ძალიან რთულია, რო ჩამოდიხარ. ხო, მაგრამ ტენდენცია ხო წინ მაინც უკეთესობისკენ გვაქვს და ბევრად შეცვლილები ვარ, თქვა 10 წლის წინ. გეთანხმები. უბრალოდ ოკინავასთან შედარებით. ხო, მან ძალიან დიდი კონტრასტია, ძალიან სხვა ის არის, რა ქვია. ლევან, მოდი დაგაბრუნებ, ეხა გამახსენდა, რომ შეგაწყვეტინე, შენ ამბობდი, რომ ანუ სპორტს მეო ვიციო სამი მიზეზიო. რატომაც ეს შეცდომები და რატო ზიანდება მე ჯანმრთელობა და მე მგონი შეგაწყვეტინე და ერთი თქვი, რომ ეს იყო კვება, პირველი არის კვება, მეორე არის სწორი ვარჯიში და მესამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამ სტრესების არ მიღება და ნეგატივის რაღაცა ასხლება. ანუ მენტალური ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა, ხო, ზუსტად. ანუ როგორ შეიძლება რომ ნეგატიური როგორ შეიძლება? პირველ რიგში ეს არის შენს თავში სუფთა, ესე ვთქვათ, დინებები რა, ამ ფიქრების. შენ თუ რაღაცა ცოტა ამღვრეული გაქვს ეგ ამბავი, მე გარეთაც გამოდის ეს ამბავი რა. და როგორც კი შენს თავს ასუფთავებ და იწყებ შენი თავის ესე ვთქვათ დალაგებას თაროსავით არის რა, ეს კარადასავით არის რა, რაღაცები გილაგია ეს შიგნით. და ამ თარო, ესე ვთქვათ, თუ გაქვს არეული და აბურდული და ერთი ამბავია, მე არ იცი რა სიღებ და რა გაცვია, ვერ ხვდები ამ ყველაფერს. არეული ოთახი გაქვს, შიგნით გაქვს არეული აზრები. და შესაბამისად მე ამას შენ ვერ აკონტროლებ. და როცა ვერ აკონტროლებ, ამას გარეთაც უშვებ და ამით მე გაზიანებ შენ, ვაზიანებ ჩემს მეგობრებს, იმპულსური ხარ და უკვე ვერ მართავ ემოციებს. ვერ მართავ. ხო. აი ნახე, როგორც კი შენ ალაგებ ამას შენს თავში, მე შენ იმედენად კარგად იცი ამ შენი თავის დალაგებული ემოციების ფასი, რომ აი უმნიშვნელო რაღაცა ისეთი ვინც არ ვიცი, ღირსიც კი არ არის რაღაცა პასუხისგაცემის ის ვერ აგირევს ამ ყველაფერს, ხო მიხვდი? ანუ არ შემოდი. ის კი არა, ეხა მე ვერ დაუწყებ ვიღაცებს, ვთქვათ, ესე რატო მოიქეცი, ესე რატო თქვი, ესე რატო გააკეთე, ყველას თავისი გზა აქვს ცხოვრებაში. და ყველა თავის რაღაცა მიმართულებას ირჩევს და ყველა თავის თავთან არის, ვთქვათ, ან ბედნიერი, ან რა ვიცი, გეთანხმები. მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ანუ შენი გაძლიერება არის ის, რომ შენ უნდა გქონდეს მკაფიოდ გამიჯნული, სად არის კარგი, სად არის ცუდი, რა არის, ვთქვათ, ნეგატიური, რა არის პოზიტიური შენთვის, როცა გაქვს ეს დალაგებული შენს თავში. ხო, მე ადვილია გამკლავება იმ ნეგატიური ემოციების, ვთქვათ, როცა შეიძლება საჭესთან ზიხარ და მანქანით ვიღაცამ გადმოგძახოს რაღაცა და არ გაეკიდო რა. ხო. არ გაეკიდო, ხო, არ გაატარო. რა თქმა უნდა და ამას ჭირდება რაღაცა ენერგია, რომელი ენერგიაც გაქვს. რესურსი უნდა იყო. კი, ანუ ენერგია მინუსში თუ გაქვს და შენ ძალიან ისახარ რა მოწყვლადი ან ასეთი ქცევების ჩათვალე რომ შენ უფრო მეტ ენერგიას აძლევ ამ ადამიანებს და შენი ესე ვთქვათ სიმშვიდე და რაღაცები დაკარგული გაქვს საერთოდ და მე სახში მიდიხარ მე იმედგაცრუება გაქვს ხვდები რაც გააკეთე ანუ როგორ გაუშვი ეს ემოცია როგორ და არ მჯერა ხა იმის რომ რავი ხა კარგი ადამიანი ვინც არის რაღაცა ცუდ სიტყვა ხო რა როგორ არ უნდა გადარდებდეს ახლა რაღაცა ვიღაცას შეაგინე ცუდი სიტყვა უთხარი ან რაღაცა ცუდი გაუკეთე და სახში მიხვედი ბედნიერად დაიძინე გამორიცხული ახლა ამბავი ხო რო არ შეგაწუხოს მაგრამ მე ვთქვათ აი რაღაცა ბოდიში თაკო მე რას უშვები ამ შეწუხებულ იმას ემოციას აი სად მიგაქ მე ეს ხო სად მაგასაც ინახავ და შენ თავში კლავ ამ ან მე შეჭუხე რაღაცა ზუსტად ხო და აი ხა რაც ახსენე ეს ყველაფერი თქვა ჩემ შემთხვევაში იყო პიროვნული განვითარების გზით თქვა რაღაც ვორქშოპები საკუთარ თავზე მუშაობა და ნუ მედიტაციაც ნუ ვარჯიში თავისთავად სწორი კვება და აი შენ შემთხვევაში როგორ ახერხებ ამას გაგვიზიარე რას აი დალაგებას რაც ახლა ვახსენეთ საკუთარი დღიურობაში ხო ეს ერთ აი როგორი მაყურებელს გავიზიარე არ კეთდე არ ხდება ეს ერთ დღეში ამას ერთ დღეში იცი რა შენი შეცდომების გააზრება და გადაფასება უნდა შეგეძლოს ანუ შეხედო შენს შეცდომებს ესე ფართე თვალებით და გამარჯობა უთხრა ამ ყველაფერს რომ
ეს შენი შეცდომა მე სხვა შემთხვევაში არ გაიმეო რომ ბავშვებს ესე ვასწავლით ჩვენ რომ არა თუ საკუთარ შეცდომებზე, არამედ სხვების შეცდომებზე ისწავლე. ანუ ვიღაცა რო დაუშვებს შეცდომას ეცადე რომ ეს შეცდომა გახადო შენი. ანუ თითქოს შენ რაღაც პრევენციას აკეთებ იმისას, რომ ესეთი შეცდომა ამას ჭირდება რაღაცა დროის დათმობა. ამას ჭირდება საუბარი, გააზრება. ხო, და ერთ დღეში ეს ვერ ხერხდება, ბუნებრივია, ეს არის სენსეის მოვალეობა და ამიტომ ხარ სენსეი, რომ ადამიანმა დააგროვო ესეთი რაღაცეები, რომ მე შემდგომში გაუზიარო შენს უკან არა გვერდზე მდგომ ადამიანებს. და ზუსტად ეს არის ის, რაც მეხმარება ჩემი თავის პაუნაში და ძიებაში, რომ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ღერძი, რაც მაქვს და რაც მგონია, რომ სწორ გზაზე მატარებს და დავდივარ, ხანდახან თუ გადმოვდივარ ამ ღერძიდან, მე ვაბრუნებ ხო და გჭირდება რაღაცა ცოტა მეტი ძალა, მე დახარჯული გაქვს ენერგია იმისთვის, რომ ამ ღერძიდან გადახვედი, რომ დაბრუნდე და უკვე აღარ გაქვს ის ენერგია, რომ შენთვის კაი რაღაცები გააკეთო, რომ მიდიხარ უკვე დოჯოში, დარბაზში, როცა მიდიხარ უკვე ნაკლები ენერგიით ხარ, ნაკლები ენერგიით როცა ხარ ყველა გრძნობს ამას შენს გარშემო. რესურსში რო არ ხარ, იმიტომ რომ არ რაღაცა ის არ არის, რაც ყოველდღიურობაში არის, ესე იგი შენ რაღაც არასწორად გააკეთე და ნუ მოკლედ მთელი ის არის. და მედიტაციას აკეთებ? კი, რა თქმა უნდა, კი, მედიტაციის გარეშე. ეს ყოველდღიურობა მედიტაციას ვერ იმაშვებით. ანუ ჩვენი მედიტაცია, ესე ვთქვათ, ესე არ არის, რომ რაღაცა განსაკუთრებული ადგილი კონდეს ამისთვის, ვთქვათ, დილის 9-ის ნახევარზე, ან საღამოს 7-15 ადგილი. ესე არ ვართ. ხო. ანუ შენ ჩემ თავზე ვილაპარაკებ, რომ ეს მედიტაცია შეგიძლია გააკეთო, მაშინაც კი, როცა საჭესთან ზიხარ, ან ვთქვათ, რა ვიცი, ნებისმიერ დროს, როცა შენ შეგიძლია ამის გაკეთება. ანუ როგორი ტიპის მედიტაცია, ანუ ფოკუსირებული ხარ ცნობიერად? ხო, ანუ როგორ არის, იცი? აწმყოში ბრუნდები? ხო, ანუ აი ეს შიგნით ჩაბრუნება, შიგნით ჩახედვა შენს თავში, ეს გეხმარება რაღაცების ფოკუსის გასწორებაში. აი მაგალითად რაღაცის მოსმენა, რაღაცის ყურება, ერთ რამეზე კონცენტრირებაზე მაქვს საუბარი, როცა შენ შეგიძლია რომ აზრები არ დარბის, ერთ რაღაცას აკეთებ კონკრეტულად, ხო? ხო და აი თვითონ გოჯურიუსში არის 12 კატა და ეს კატა არის ტექნიკის ერთობლიობა. იაპონური სიტყვაა და ნიშნავს ტექნიკის ერთობლიობას, ესე ვთქვათ, რომელიც არის დიდი ხნის, ესე ვთქვათ, სისტემა და ვარჯიშები, ვთქვათ, 200 წლის წინ რაც იყო, იმას ვაკეთებთ დღესაც, ანუ ცვლილება და რაღაც ტრანსფორმაცია არის შესული. ზუსტად აი ამ კატების კეთების დროს არის მდგომარეობა, როცა შენ არ უყურებ ერთ კონკრეტულ რაღაცას, მაგრამ ხედავ ყველაფერს. ანუ შენ თუ შეხედავ ერთ კონკრეტულ რაღაცას, აი მაგალითად მარჯვენა ხელს, ვიღაცის შენი მოწინააღმდეგის მარჯვენა ხელს, რომელიც იცი რომ ურტყავს მაგრად. თუ შენ უყურებ და ფოკუსირებული ხარ მარჯვენა ხელზე, შენ ვერ ხედავ ვერც მის მარცხენას ხელს და ვერც ფეხებს და ვერც ადამიანს მთლიანობაში. ანუ ფაზლის ერთ რაღაცა ნაწილს ხედავ, ვიდრე მთლიან სურათს. ამიტომ აი ეს უკან გაწევა ოდნავ უკან გამოწევა და იქ ხო გეფის დატოვება არის ერთგვარი მედიტაციის ფორმა ჩვენთან, რომელიც აი ხა როცა აი თქვათ სამურაები როცა დადიოდნენ, რაღაცა ჩვევები ქონდათ მათ ან თქვათ ქალაქში, სოფელში ან რომ როცა ბრძოლის დროს დგებოდა მოწინააღმდეგისთან, სუირჩევდა კედელს უკან. რომ უკან ზურგი დაცული ქონოდა. მზის წინ ესე არ დგებოდა. მზეს ან თვარეს იქცევდა უკან. იმიტომ რომ თვალი ხედველობისთვის ხო. რაღაცა სახლის კუთხეს მოშორებიდან უვლიდა. ანუ ეს ლიტერატურულადაც და რაღაცა რომ დაენახა რომ ქონოდა სივრცე, რომ ანუ ეს ჩვევები გეხმარება უფრო
შენ თავში კონცენტრირების მოხდენაში და ცნობიერად ცხოვრებაში. ანუ შენ როცა დგავ ნაბიჯებს და მიდიხარ სადღაც და ან სეირნობ, ან ბაღში, ან სადღაც პარკში, ან სადღაც და ახერხებ ამ მედიტაციური მდგომარეობის შენარჩუნებას, ეს არის ძალიან ისეთი დონე, და რთულია. როსულ ხო, აი გარიგო ძალიან რთული. კი, ანუ ცხოვრებაში, მოქმედებაში რო გაატარო. ხო, რო აი მარტო ბუნებაში მიდიხარ, დადიხარ და საერთოდ ტვინი კონცენტრირებულია იქ, რასაც ჩვევები, რო დადიხარ ფოთლებზე, ირგვლივ, ძირთად სუგაგირბის ფიქრები. სუგაგირბის ხო. და ტვინის ფუნქციაც ხო ეს არის. რა გაქცევა. ხო, გაქცევა არის ტვინის ფუნქცია, ანუ დისციპლინაში ხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ხო, სულ მიწევს ხოლმე იმაზე ფიქრი და საუბარი ჩემს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, რომ ეს შენი ფიქრი და მოქმედებაში როცა თქვათ სპარინგი გვაქვს ან რაღაცა ვარჯიში გვაქვს, ეს გონება იყოს ესე ვთქვათ დალექილ მდგომარეობაში და სხეულს მისცე იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ გააკეთოს იმოქმედოს თვითონ. ანუ ესეთი გაგებაა ჩვენთან, რომ იმდენჯერ უნდა აკეთოს ავარჯიშო, რომ ტვინი დაგეღალოს და სხეულმა დაიმახსოვროს. ანუ ხერხემლით ზურგის ტვინით ისწავლო დაიმახსოვრო ეს, იმიტომ რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ლოგიკა არ მუშაობს. ვერ ინსტინქტებით ხო, შენ ვერ დაიწყები ფურცლას რაღაცის და კითხვას და ეხლა არ გაქვს მაგისი და წამებიც არ გაქვს. რომ წამებში რაღაც შენი გადაწყვეტილება მიიღო, შენ დაიცვა თავი, ანუ რისთვისაც, ანუ თავარი რაც არის, აი გული სადაც არის, იქ თუ ჩავდივარ და მაგაზე ვსაუბრობთ. და ლოგიკაში ეგ არ ჯდება რა, შეიძლება ისეთი ალოგიკური რაღაცები გააკეთო, მაგრამ რო დაფიქრდე მერე და გაიმეორო, შანსი არ გაქვს მაგის გამეორების. ანუ გონებით და ტვინით მაგას ვერ აკეთებ. ეს არის რეფლექსებზე და ინსტინქტებში ჩასვლა და იქ გასწორება რაღაცეების, რომ შენი მართვა, ანუ იქიდან აი ესე ვთქვათ არ ვიცი რამდენი სწორად ვამბობ, მაგრამ არაცნობიერიდან ამოსული რაღაცეების სწორი მიმართულებით გაშვება. აი რო გვითქვამს რაღაცაზე სტრესულს, მეს რამ გამაკეთებინა. ხო. მერე რო ხდები, რომ ხო. ისე ის გააზრებულად რო ვერ გააკეთებდი მაგას და ზუსტად ეს არის აი ამ 12 კატის სავარჯიშოს პრინციპიც ეს არის, რომ შენ შეგეძლოს შენს ესე ვთქვათ ცხოვრებასთან ერთად და აი ამ რაც თავიდან ვახსენე, აი ამ ჩვენი სხეულის უნარების და კარგვა, სისწრაფეს კარგავ, ძალას კარგავ, ესე ვთქვათ, ადრე თუ არიღლებოდი რაღაცა კიბეზე ასვლის დროს 10 წლის მერე ბუნებრივად რაღაცა დიდი ხანი ფეხზე ვერდგები, წელი გეღლება, ანუ რა ჭირდება ამას სინამდვილეში. სინამდვილეში ჭირდება ხელის შეშველება, მუდმივად რაღაცა ოდნავ ზრუნვა შენს თავზე. ოდნავ ზრუნვა, არ ვიძახი ძალიან ბევრს. ანუ გადაყოლა არ ჭირდება. აი ეს ცოტა ისეთი გვჭირს ხოლმე ხანდახან ზოგიერთს, რომ აი რაღაცა იმპულსურად გვაქვს ხოლმე რაღაც ერთ თვეს ავიღებ და ერთ თვეში გვინდა რომ რაღაცა დავიკლოთ, გავძლიერდეთ, იმდენი შავი კამარი ავიღო ერთ თვეში, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია, რა ვიცი, ხო ვინ მოგცემს მას. რა თქმა უნდა. ხო და ზუსტად აი ეს ცოტა ნაბიჯ წასვლა, ნაბიჯ შენი თავისთვის ყოველ დღე 20 წუთი, ესე ვთქვათ, მოცლა საბოლოო ჯამში გაძლევს ძალიან დიდ შედეგს. ეს დისციპლინა, რუტინულობა, შენ თავთან ყოფნა, მარტო დაფიქრება, ის რასაც შენ ამბობდი, რომ ვთქვათ, პარკში გასვლა, რაღაცა აზრების გასუფთავება, გონების კონცენტრაცია, რომ იქ იყო მართლა. ხო, ბანაობთ ყოველ დღე, რა ვიცი, კბილებს ხო ვიხეხავთ რაღაცა, ხო. და რეალურად ეს დილით რო ადგე და მართლა ბუნებაში იარო და იქ იყო, ეს არის აი იმხელა ძალას გაძლევს, მაგრამ მთელი დღე ხარ ძალიან ისეთი რესურსული. მაგრამ ურთულესია, უნდა აკეთო ეგეც ყოველ დღე, რომ შეძლო, რომ აწმყოში იყო და არ კონდეს ფიქრები სხვაგან. ხო, ეს ვთქვათ, რაღაცა გააჩნია, როდის იწყება ამას. და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ბავშვებში ვასწავლოთ, ხო, რომ ესე ვთქვათ ბავშვობიდან მას გაუადვილდეს და ჩვეულებრივი ამბავი იყოს მისთვის, რომ აი ეს ჭირდება, ანუ მაგას უნდა მიხვდეს. მე ვფიქრობ, რომ სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს ეს ამბავი, რომ
ეს ემოციების მართვა, ეს ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა, რაღაცების ყვება. მე მომხრევარ ყვებაც ისწავლებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ალბათ მივალთ მაგამდე, კი. მეც ესე მგონია. ხო, შევთანხმდით, რომ ერთ დღეში არ გეთება ეგ ამბავი. ნამდვილად. თან ჩვენ რაღაც კიდე სპეციფიური ქვეყანა ვართ კიდე რაღაც ჩვენი ამბებით. და აი ყველაზე ისეთი აი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი რამდენი წლის მოსულა ვთქვათ თქვენთან? დაწყებისთვის? ხო. დაწყებისთვის ახლა საქართველოში ცოტა რთული ამბავია, ეგ. თუმცა 15-20 წლის წინ ბევრად რთული იყო. ეხლა რა ვიცი, ალბათ 65 წლის ადამიანები, ვინც ვარჯიშობენ ჩვენთან და ესე იმისთვის კი არ ვარჯიშობს, რომ მოვიდეს ვიღაცა გაალახოს ან რაღაც ვიღაცას თავი ან რაღაც ვიღაცაზე გაბრაზებული ან ჯანმრთელობა პირველ რიგში. მე თვითონ სისტემის შინაარსობრივი კუთხე, აი ეს ჩაღრმავებები, მე იქიდან რაღაცა რასაც გააძლევს ეს სისტემა თვითონ როგორ გცვლის, როგორ განწყობას, როგორ გისუფთავებს და სხვანაირ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქ ვერ დააძალებ ხო? ვერავის. რა თქმა უნდა. ვერ დააძალებ ვერავის და ვერ ეტყვი რა, უნდა იარო, მოსწონს და ადის არ მოსწონს არ მოვა. და როცა შენ მიაწვდი ადამიანს და დაანახებ რომ მას შეუძლია, დაანახებ რომ ის არის უფრო, ესე ვთქვათ, უკეთესი ვიდრე იყო გუშინ, რომ გუშინ იმას ვერ აკეთებდა დღეს აკეთებს. რასაც ხო, ანუ რაღაცა ძალიან დიდ ენერგიას აძლევ, ძალას აძლევ, მოტივაციას აძლევ. მე მგონი ჰორმონალურ დონეზე გეცვლება ტვინში, რა თქმა უნდა, ფუნქცია იცვლება ხო ტვინის. კი, ძალიან მაგარია და როცა ადამიანები ესე იცვლებიან, მე ჩდება მადლიერება, რომ ეს ადამიანები მადლიერები არიან, იცვლებიან და მე ხვდები რომ რაღაცა მაგარი პროფესია გაქვს და ძალიან ბედნიერი ხარ და ხო სინერგიულია მე ეს ურთიერთობა ხო ძალიან ის არის მართლა ძალიან მაგარია ეს საკუთარი საქმე რომ გიყვარს და მართლა ეს იკიგაი რო გაქვს შენი ნაპოვნი ხო რთულია როცა ადამიანებს არ აქვთ რაღაცა ნაპოვნი და ასეთ შემთხვევაში მინდა არ ვიცი უთხრა ესეთ ადამიანებს რომ ჩაიხედონ თავიანთ თავში არ მიაქციოთ ყურადღება არავის ვინც არ უნდა გითხრათ რომ ეს შენი საქმე არ არის რა დროს შენი ეგ არის ეხა მოდი რა სხვა რამე რაც იცი საკეთე ან რაღაცა არა რა გული სადაც მიგიწევს. რა თქმა უნდა, უნდა მოусმინო გულის ყური, გვაქვს კარგი გადასარევი სიტყვა, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას კარნახობს სწორად და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ აქედან ჩავიდეთ გულში და იპოვო ის, რაც შენს ცხოვრებას, ესე ვთქვათ, შეგიცვლის და პასუხისმგებლობას როცა იღებ, პასუხისმგებლობა არის არა მარტო შენი თავი, არამედ შენს გარშემო მყოფი ადამიანები, ხო ეგრეა. ხო მე როცა კარგად ვარ, ჩემ გარშემო ადამიანებიც კარგად არიან. თუ მე ცუდად ვარ, ესე იგი ამ ადამიანებსაც გუნებას და ცხოვრებას ცოტა უფუჭებ რა, ესე ვთქვათ და ეს პასუხისმგებლობაც შემოდის საბოლოო ჯამში და ესე რომ შენ თავს არ ეკუთვნი ამ შემთხვევაში ამ კუთხით შეიძლება ეს ამ ჭრილში ეს განიხილო რომ მე თუ რაღაცას ცუდად ვაკეთებ, კი არა და არ ვარ კარგად, შენთვისაც ცუდია ეგ, რომ შენც კარგად უნდა იყო და ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცა ფარხმალი არ დავყაროთ და ყოველთვის ადამიანებმა რაღაცა შენი საუკეთესო ვერსია იპოვო ყოველდღიურობაში. და ამაში გეხმარება გოჯურიო. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. ჩემს იგულო ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ჩემ მეგობარი არის დაკავებული ამ სპორტი დაუძახოთ თუ საბრძოლო ხელოვნებით ხო. ხო, სპორტი უფრო სპორტული ასპექტიც არის, რა თქმა უნდა, შეჯიბრებებიც გვაქვს. შეიძლება თავიდან мотиваცია ზოგის იყო რაღაც სპორტის გამო ვთქვათ, რომ კი, ბევრის ძალიან. იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ბევრი ძალიან მაგარ ფორმაში ჩააყენა ის ხელს საერთოდ ცვლის და ყველა ამბობს, რომ ესეთი სხეული მე არასდროს არ მქონიაო. ხო, აქაც სისტემა ერთია, რასაც გეხმარება, მაგრამ შენი მონდომება მეორეა რა. ხა რამდენადაც შენ ესე ვთქვათ
დახარჯავ შენს დროს და შენს რაღაცა მიუდგები სერიოზულად, მით უფრო ხო, ენერგიას, კვებას, ალბათ ყველაფერი კომპლექსურად. ხო, ონდეს ტრანსფორმაცია მიიღო. ხო, ამ ზომიერებაში პოულობ ჰარმონიას და ცხოვრების ხალისსაც. ზომიერად როცა არის ყველაფერი დაალაგებული, მე ცდილობ რომ რაღაცა ცხოვრებასაც გაუგო და უფრო ისე იყო, კარგად მდგომარეობაში. და კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობენ, თქვათ მოყვარულების დონეზე? კვირაში 3-ჯერ არის ეს სტანდარტული ჯგუფები, სადაც ზოგი დილით, ზოგი საღამოს, არის ასევე ინდივიდუალური ვარჯიშებიც და აქ მაინც მგონია, რომ აი ამ რუტინულობას და დისციპლინას ძალიან დიდი როლი უჭირავს. ეხლა აქვს. ეხლა ვთქვათ რაღაცა მიზნებიც არის რა. ჩვენ ვისაუბრეთ მაგაზეც ეთერს გარეთაც, რომ ეს იყო არის იერარქიული ამბავი, რომ იერარქია არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის კამრების სისტემა, რომელიც კამრების სისტემაც გეხმარება, რომ ვთქვათ დღეს მიიღო ერთი, რამოდენიმე ხნის მერე მიიღო ვთქვათ მეორე კამარი, მესამე კამარი და რაღაცა მიზნისკენ მიყავ ხარ ამას. განსაკუთრებით მოზარდებში ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ამ მოზარდებს ეძლევა რაღაცა თვალსაჩინოება იმის, რომ თავიანთი ცოდნა რაღაცა ფორმით აკუმულირდეს ანუ თავის თავში რა და რაღაცა სტატუსი მიენიჭოს ამ ადამიანს. როცა ეს სტატუსი აქვს, მას მერე ამ სტატუსის უფრთხილდება და არ უნდა რომ აი ვთქვათ მასზე დაბლა მდგომი ადამიანი, რომელიც ჯერ ვთქვათ ეს არის მე-4 კლასში, მაგრამ ის მე-3 კლასში არ უნდა რომ ჯობნიდეს ეს მე-3 კლასელი მას და უნდა რომ იყოს მე-4 კლასელი ძალიან ყოჩაღი და ძალიან კარგი. ხო და ჩვენს საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა და ეს ვთქვათ გოჯურის პრობლემაა. ბავშვებში მაგალითად სკოლებში არ არის მაგ დიდი პრობლემაა ეს და ამაზე შემილია რა ვიცი ძალიან ბევრი ვისაუბრო. გოჯურის აკადემია მე მგონი რომ ეს არის რაღაცა მორალური მდგენელი ადამიანებს იქ მოსულ ადამიანებში რომ ბავშვებში განსაკუთრებით რომ გვაქვს რაღაცა მორალური კოდექსები რომლის გარშემოც მოძრაობთ დიდი და პატარა ყველა დიდი რა არის ეს მორალური კოდექსი? პატივისცემა არის ეს შენი თავის პატივისცემა, შრომის მოყვარეობა, მუდმივი ძიება და არ არის მარტო ვარჯიში ჩვენთან, იქ მოდიან ადამიანები, ბავშვები განსაკუთრებით, ჯგუფებს აქვს თავიანთი ტესტები, რაღაცა ყოველთვე ტესტები აქვს და ამ ტესტებს ავსებენ და მერე ამ ტესტების შევსების მიხედვით ხვდებით მათ ინტერესებს, მათ მდგომარეობებს, ეძლევათ რაღაცა პატარა ესეები, ნოველები წასაკითხად, მაგრამ მე ამას არავინ არ გამოკითხვის რეჟიმში არ ვართ თაკო რომ მე აბა ისწავლე რაღაცა მასე არ უნდა რომ აძლევ მას შენ ნდობას უყალიბებ და ჩვენ ვენდობთ ერთმანეთს და ზუსტად ვიცი რომ წაიკითხავ, მაგრამ შეიძლება ერთი სამი თვის მერე ის რაც მე ნოველა მოგეცი შეიძლება რომ რაღაცა ტესტში იყოს და გეკითხებოდეს და აი მანდ მერე ხვდები რომ არ წაუკითხავს რაღაცეები და ჩვენს იმაში კიდე ძალიან საყვარლები არიან რა ვიცი დილით რო ვიღვიძებ გავრბივარ ეგრევე იმიტომ რომ ყველაზე ისეთი ადგილია და ერთსაც დავამატებდი რომ რაღაცა ეს სპორტული რაღაცა ბუმიკი გვაქვს საქართველოში იგივე ფეხბურთი, ძიუდო, UFC, კალათბურთი რაღაცა ძალიან არის, მაგრამ მე ვისურვებდი რომ რაღაც სკოლის დონეზე იყოს უფრო მეტი აქტივობები, იმიტომ რომ ჩვენთან ბავშვები რომ მოდიან, აი ძალიან თვალსაჩინოა მათი არასწორი ფორმირება სხეულის რა, ვიცი ხა რაღაცა ბუნებრივ მოძრაობებთან ძალიან აცდენილია ხოლმე მათი სხეულის მდგომარეობაც ეს ასანკაც ზურგის წელიც რა ვიცი და ეს ყველაფერი მე საბოლოო ჯამში გრძელვადიან ამბავში უფრო მეტ ნეგატივს მიცემს ცხოვრებაში იმიტომ რომ ეს ბუნებრიობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ფიზკულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ანუ განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივად ფიზმომზადებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და თუ მაგაში მაგარი ხარ, თქვათ რაღაც სპორტში, სკოლაში, იქ თავისთავად რაღაცაში გეხმარება, თქვათ თუ მათემატიკაში არ ხარ ესეთი ძლიერი და პირობითად ჰუმანიტარულში, იქ რაღაცაზე თვალს ხუჭავენ მე, იმიტომ რომ მაგარი ხარ სპორტში და რა თქმა უნდა ძალიან ფასდება.
ხო, ზუსტად გეთანხმები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ამ სკოლებში მეტი იყოს აი ეს ფიზიკური განვითარების ამბავი. მათთან სწორად უნდა იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი. პრიორიტეტული თუ იქნება, უფრო კაი. უნდა იყოს პრიორიტეტული. კი, და თან ხო, ну რა ვიცი, რაღაც უკვე ისეთ თემაში შევალთ, რომ ანუ სახელმწიფოს ნაწილია ეხა ეს და განათლების. კი. ჩვენ რასაც ვცვლით, ეხლა ცალკეული ადამიანები კი ვცვლით, მაგრამ ეს ხოში წვეთი. ხო. ანუ წვლილი შეგაქვთ, მაგრამ ეს ბავშვები სულ არიან თითქმის ყველას ვიცნობ, ჩემი მეგობრის შვილები და მართლა ძალიან შეცვლილები არიან, რასაც უყურებ, იმიტომ რომ ისწავლეს რაღაც ერთმანეთის პატივისცემა, მოსმენა, დახმარება, ამ რაღაც წაგების და მოგების გემოც ხო, რომ ხან წააგებ და სულ ვერ მოიგებ და ასე შემდეგ და თან კიდე აი შენს მიმართაც თქვათ ისეთი დამოკიდებულება აქვს ამ პატივისცემით, რომ მე მახსენდება კადრს მიღმა მოგიყევი ჩემი სკოლის ამბავი, რომ მეოთხე კლასამდე მყავდა ძალიან საყვარელი მასწავლებელი, მოვიკითხავ აქედან მაია რუხაძე, რომელზეც გიჟდებოდი და რაღაც ჩემს იყოს ზე ადამიანი. და ყველაფერს რო უჯერებ და ავტორიტეტი რო არის ძალიან მნიშვნელოვანია. და ვიცი რომ შენ გაქვს ესეთი როლი ამ ბავშვებისთვის და ძალიან ის არის, რა ქვია, დასაფასებელია მოკლედ და მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა თუ ესე აღიქმება და თუ ესე არის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ძალიან დიდი მადლობა, მათაც ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს, ვინც ესე იმედს სამყარებენ და ოდნავ მაინც სიკეთეს თუ უბრუნებ, ძალიან მაგარია. სხვათა შორის ყველგან სადაც არ უნდა მიხვიდე, გამარჯვებას გასწავლია. როგორ გაიმარჯვა. დამარცხების სწავლება არ მოსულა და დამარცხებასაც სჭირდება სწავლა. რა თქმა უნდა, ამას ვამბობ, კი. რომ წაქცეულმა შეძლო ფეხზე დადგომა, ხო? და ის ცხოვრებაში სულ ვერ იგებ, ხან ადიხარ, ხან ჩადიხარ. ხო, აი თქვა მარტივი ისინი გვაქვს რა, ამ შემთხვევაში რაღაცა დოჯო ჩელენჯები გვაქვს, ესე ვთქვათ, ყოველთვე გვაქვს შეჯიბრებები ჩვენთან აკადემიაში და რჩეულ ბავშვებს, ვინც უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ორთაბრძოლები ჩაატარონ, ამათ ესენი გაგვყავს რა. და იყო რამოდენიმე მომენტი, როცა ძალიან ძლიერები არიან ვარჯიშზე, მაგრამ აი ეს ბარიერი აქვს შეჯიბრზე გასვლის, იმიტომ რომ ალბათ ნერვიულობენ, ხო, სტრესი, ხო. რომ არ წააგოს. იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაც დევს თამასაზე, ხო, რომ უნდა მოიგოს და რა თქმა უნდა. ხო, იციან სახლში, იციან მეგობრებმა, სკოლაში იციან, ყველა უყურებს შეფასება ძალიან რთულია. ხო, ეს ძალიან გამჭვირვალეა ახლა დღეს, შეიძლება ვიღაცამ დადოს იქ Facebook-ზე დადოს, Instagram-ზე დადოს, სადღაც დადოს, როგორ მარცხდები, ანუ თვითონ იგებს, მაგრამ შენ აგებ და ვიღაცამ დაინახოს. და ადამიანებს, ბავშვებს განსაკუთრებით ეს ამისი ეშინიათ და ჩვენ ძალიან რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეს ბარიერი გადავალახინოთ, რომ ანუ დამარცხების გარეშე, ანუ შენ თუ ვერ მიხვდი დამარცხება რა არის, გამარჯვებას ვერ გაიგებ. ანუ დამარცხების შინაარსი, მოცემულობა, შეგრძნება უნდა იყოს ნაცნობი შენთვის და რომ მიხვდები, რომ დამარცხება შენთვის არ არის კარგი, მე არ დამარცხდები, იმიტომ რომ არ გინდა რომ დამარცხდე, იმიტომ რომ უკვე იყავი დამარცხებული, იცი რა არის. და არის შანსი, რომ შეეგუოს ამ დამარცხებას. არიან ადამიანები, ვინც იღებენ ამ ყველაფერს. ხო, რომ აი რა ვქნა ვერ ვიგებ და რა ვქნა და ჩაიქნიოს ხელი. კი, მე მაგათ ესეთ ადამიანებს ვეძახი, იცი როგორ არის ის ადამიანები, ვინც მუდმივად იბრძვიან, არიან მეომარი ადამიანები. თუმცა ესეთ ადამიანებს ვცდილობთ, რომ რაღაცა სხვა კუთხით მიეხმარო. ხო, აი მას გულისხმობ. ანუ არ არსებობს, რომ ეგ ვერ გადალახოს. რაღაცა დოზით გადალახოს. ანუ ამოცანა რა არის ის რომ ეს ადამიანი გავიდეს სადღაც მსოფლიო ჩემპიონატზე ან ნებისმიერ ჩემპიონატზე თუ თავის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს თავის ალბათ ეგ არის თავის თავს რომ მე უკვე მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი ფუნქციაც ეგ არის მან თუ ეგ ნაბიჯი გადადგა და მითხრა რომ ერთხელ всё გავიდა და გააკეთა რაღაცა ჩათვალე რომ სხვა რაღაცეებს ცხოვრებაში ძალიან მაგრა გააკეთებს რა ხო იმიტომ რომ ხო ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძალიან გეხმარება
რა თქმა მაგიტო უნდა. არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეხლა ვინც დადის ჩვენთან, რა ვიცით, ალბათ უდიდესი უმრავლესობა არავინ არ გამოვა პროფესიონალი, ვთქვათ, სენსეი, ან მათ არ ჭირდებათ, რომ ვთქვათ, სხვა ჰობი აქვს, სხვა ჰობია ეს, ვთქვათ, და სხვა პროფესია აქვთ მიზნად, ვთქვათ, ვიღაცას უნდა რეჟისორი გახდეს, პროფესიაშია. ხო, ადამიანი, ხო, სხვა პროფესიაშია ადამიანი და ეს იმდენად ეხმარება მას თავისი პროფესიის განვითარებაში, თავის პოვნაში, თავის გაძლიერებაში. რეალიზაციაში ალბათ, ხო? სხეულთან ესეთი დამხმარე ის არის რაღაც რიჩაგივით, რომელიც შენ მერე უფრო პროდუქტიულს გაგხდის და გაგაძლიერებს. ანუ კომპლექსურია, მრავალი მიმართულება აქვს, ძალიან ბევრი ისა აქვს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მიზანი ერთი გაქვს, რომ შენი საზღვრები გააფართოვო, გადაბიჯო შენს შესაძლებლობებს და დღითიდღე გახდე უფრო უკეთესი. უკეთესი შენ თავის უკეთესი ვერსია და დისციპლინა ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჭირდება გოჯურიოს და ზოგადად ადამიანებს ჭირდება ცხოვრებაში. კი, დისციპლინის გარეშე რაღაცებს ვერ იწევს. დისციპლინასაც სწავლა ჭირდება. რა თქმა უნდა. ანუ მაგასაც რუტინულობა ჭირდება. და შრომა. შრომა ჭირდება, მაგრამ ეხლა ესე რომ ილაპარაკო დასრული ადამიანები რო საუბრობთ, პატარა ბავშვისთვის ცოტა შიშის მამურველი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ დისციპლინა მაინც ასოცირდება რაღაცა ერთფეროვნებასთან, ხო, შეზღუდვასთან, რომ ეგ 9 საათზე დაწექი, 7 საათზე ადექი, ეს გააკეთე, ის გააკეთე. კატეგორიულობა ამ შემთხვევაში არ არის სასარგებლო. უბრალოდ დისციპლინაში გულისხმობ შენი საქმის პატივისცემაში და სიყვარულში. სულ ორი შემთხვევა იყო, ალბათ, როცა ჩემი მიზეზით გავაცდინე ვარჯიში, როცა პატარა ვიყავი და ეს ჩემი მიზეზი იყო სიზარმაცე, ეს ორი მიზეზი იყო სიზარმაცე. ხო, როცა მეთქი ახლა მეზარება ვარჯიზე არ წავალ და დავრჩი სახლში, რა თქმა უნდა არ იყო შუქი, არაფერი არ იყო. და მახსოვს რას ვაკეთებდი და გახდა 6 საათი და მახსოვს ის შეგრძნება დღესაც. როგორ ვინანე. მართლა. ხო, როგორ ვინანე დანაშაულის შეგრძნება მქონდა და ეს შეგრძნება იმდენად არ მომეწონა, რომ მე რაღაცა სიცხიანიც წავსულ ვარჯიშზე, დამჯდარ ვარ და რაღაცა კაშნეთიდან რაღაცეთ მიყურებია ვარჯიშისთვის და ნუ ეხლა დედაჩემი მეუბნებოდა რომ სად მიდიხარ სახლში იყავი არა მაგრამ მე მაინც მივდიოდი იმიტომ რომ აი ეს დისციპლინა და ეს რაღაცა თავდადება არის თვითონ ნაბიჯი ესე გრძელვადიანად თუ დაანახე ბავშვს შეიძლება გატყდეს ამიტომ რაღაცა ყოველდღიურობაში ეს დაცემაც მნიშვნელოვანია მანდ რა ის მნიშვნელოვანი იყო რომ არ წავედი მე ვიგრძენი რომ ეგ იყო ცუდი მე ვიფიქრე რომ იქ ჩემი მეგობრები დღეს ისეთ რაღაცას ისწავლიდნენ რომელსაც მე ხო გამოვტოვე და მე დაუბრუნდი და რაღაცა ესეთი რაღაცები გეხმარება სინამდვილეში რა თქმა უნდა არ უნდა რაღაცები არ უნდა ზედმეტად არ უნდა დაუწესო შენს თავს რაღაცები რა მე მიხვდები რაღაცას რა გითანხმები. და ყოველდღიურობაში რთულია ხოლმე რაღაცა მიზნის გარეშე ყოფნა. ერთი მიზანია, როცა სპორტული მიზანი გაქვს, მაგრამ სპორტულ მიზანს აქვს რაღაცა ლიმიტი, რომ აი თქვა 30 წლის მერე, 35 წლის მერე ამ სპორტულ აზრი ეკარგება ამ სპორტულობას. იმიტომ რომ, რა ვიცი, ხა 40, 45, 50 წლის ადამიანი პროფესიონალი სპორტსმენი ვერ იქნება, ხო. რა ხდება ამ ყველაფრის მერე? სტანდარტულად, რა ვიცი, სპორტის უმრავლეს შემთხვევაში 40 წლის მერე ადამიანები ანებებენ თავს, ან მერე ჯანმრთელობას უბრუნდებიან და ცდილობენ რომ ის დაზიანებული ტრავმები სხეული ხო გააუმჯობესონ და მეორე ეს არის რომ შენ ცდილობ იპოვო ისეთი რაღაცა, რაც შეცვლის აი ამ შენ სპორტულობას. როცა თავსანებებენ, ძირითად შემთხვევაში ეს მე ჭარბწონიანობაში გამოიხატება, ამიტომ გოჯურიუში არის აბსოლუტურად რადიკალურად პირიქით. ანუ 40-45 ანუ ეს არის მზარდი პროცესი, როცა შენ ვითარდები შენი ასაკის მატებასთან ერთად. არ შეიძლება ანუ
იერარქიულად არის ისეთი სავარჯიშოები და ისეთი ფორმები, რაღაც კატებიც და რაღაცა არ მინდა ეხა ტერმინები ვილაპარაკო ტერმინებზე ისედაც გასაგები რო იყოს ისეთი რაღაცებია, რასაც ვთქვათ ვერ ისწავლის 15 წლის ადამიანი, იმიტომ ვერ ისწავლის რომ მისთვის ეს აი პიანისტები ვით არის რა, აი რაც უფრო შორს მიდიხარ და დიდი სტაჟი გაქვს, მით უფრო რთულ რაღაცებს უკრავ, რა ვიცი. ესე შემილია მარტივად შევატარო რა. და ამას ეს მარტო მე მინდა არ გამოდის. ანუ სისტემაში როცა მოძრაობ და იცავ ამ წესებს. მე შესაბამისად ამ ყველაფრისა გერგება ეს ყველაფერი და მიყვები ამ ინსტრუქციებს, თქვათ რა. ეს გახურება ძალიან მნიშვნელოვანია. გახურების გარეშე არაფერს არ ვაკეთებ. გახურება არის დაახლოებით 10 წუთამდე არის გახურება, ყოველ დღე გახურება. ანუ ყოველი ვარჯიშის წინ გახურება და ამ გახურების დროს იწყება ტერფებიდან და კისრით ამთავრებ ამ იმას რა ქვია გახურებას, მაგრამ ეს იმდენად ესეთი მშვიდი გახურებაა და შენ თავზე კონცენტრირებული რომ აი ამ სხეულის გახურებასთან ერთად შენი ფიქრებიც წყნარდება და დამიწებას აკეთებ, ხო? დამიწებას, აი რა კაი სიტყვა თქვი, ხო, დამიწებას, კი, დამიწებას აკეთებ. და ესეც მედიტაციას. მედიტაციური ხო ფორმაა ეს, როცა შენ შედიხარ აი ამ პროცესში. და რა ხდება ამ პროცესში, როცა შენ უკვე არ გამოძრავებს სპორტული ინტერესები, არ გინდა სადღაც გაიმარჯო, რაღაც სადღაც გინდა რომ შენი შესაძლებლობები გააუმჯობესო. და თვითონ მოძრაობები რაც არის გოჯურიუში, ეს მოძრაობები მე ვიძახი არა სპორტულ მოძრაობებს, არამედ აი კლასიკური მოძრაობები რაც არის, აი რითიც აი თქვათ განსხვავდება სპორტისგან, ეს არის სხეულის სიმკვრივე, რაც გამოიხატება გოში, ანუ ამ აგარში, ანუ მაგარი უნდა იყოს სხეული და შიგნით უნდა იყოს რბილი. ანუ რეალურად ინის და იანის, ანუ ხო, მასკულინური და ფემინურის ის არის, რა ქვია. ზუსტად ეგ არის, ხო. აი ეს ორი ანტაგონისტური ენერგიის ესე ვთქვათ შერწყმა და ამათი რაღაცა სინთეზი არის ეს, რასაც ვარჯიშზეც ვაკეთებთ. და არის საკმაოდ ისეთი მძიმე ვარჯიშები, ანუ ადვილი ვარჯიში არ არის, ანუ მოითხოვს ენერგიას. მე ვფიქრობ, რომ ოჩახ, იმიტომ რომ გოგოები როგორ ვარჯიშობენ და ვერ ვხვდები როგორ იმახსოვრებენ. რუტინულობა ხო, ხა ყველაფერს ერთად არ ასწავლე, ბუნებრივია, ნელ-ნელა სწავლობდნენ მაგას ნაბიჯ და ამაში ვთქვათ როგორ არის, იცი, ხა ერთ ფორმას გააკეთებ, რაღაცა ერთ გიგსაი დაიჩის გააკეთებ რაღაცა კატას და შენ თავში იპოვი რაღაც შეცდომებს, ან სენსეი გეუბნება, რომ ეს მოძრაობა გაასწორე. შენ უბრუნდები ამ მოძრაობას და იწყებ ამაზე მუშაობას, ასწორებ ამ მოძრაობას, ფორმას ცვლი და უცებ ხვდები, რომ რაც მოგწონდა წეღან, ის არის ახლა გასაუმჯობესებელი, იმიტომ რომ ეს დაგეხმარა, რომ ის მეორე შეცდომა დაგენახა სინამდვილეში და ეს არ მთავრდება. ეს არის მთელი ცხოვრება მუდმივად. ხან ერთი მხარე, ხან მეორე მხარე, ხან მესამე მხარე და ეს არის განმასხვავებელი პროცესია, რომელიც არ მთავრდება, ხო, ეგ ძალიან მაგარი. ეს არის უნიკალური თვისება ამ ყველაფრის, რომ ეს პროცესი არის უწყვეტი და მუდმივად, ესე ვთქვათ, ცოცხალი. სულ რაღაცა ცეცხლივით არის, სული შებერვა ჭირდება და ჩვენთანაც რა ვიცი ხა აკადემიაში ჯერ ერთი გარემოც ისეთია შექმნილი იაპონიაში გეგონება თავი რომ მოხვალ ლისზე გაქვთ აშენებული ლისზე ვართ ტბასთან ძალიან ახლოს და ფორმაც დაახლოებით 7 წლის წინ გაჩნდა ეს იდეა რომ ეს აგვეშენებინა და აქაც ზუსტად ახლა ეს 1 საათი რაზეც ვისაუბრეთ, ზუსტად ეს ხასიათი გამომადგა და გამოგვადგა მე და ჩემს მეგობრებს, რომ ეს მიგვიყვანა ამ წერტილამდე, რომ რაღაცა მიზანი გაქვს, ნაბიჯ და მე კიდევ ვეტყოდი ჩვენს მაყურებლებს, რომ რაღაცა არ არსებობს მიზნები, რომელსაც დაისახავთ და ვერ მიაღწევთ. ახლა რაღაცა რეალობის ფარგლებზეა საუბარი, რეალობაშია დედამ დამიწებულ სიტუაციაში.
თავარია რაღაცა ერთ მთლიანობაში იგრძნო შეხედო რა გინდა და ნაბიჯ მიყვე შენ საქმეს. არ უნდა შეხედო როგორც ერთ დიდ პროექტს, ან ერთ დიდ რაღაცა გასაკეთებელს, რომელიც შეგაშინებს და შენი ტვინი იტყვის, რომ ოკეი, ეს ჩემი საქმე არ არის, მოდი და სხვა რამე გააკეთე. არა. უკეთესია, უმჯობესია რომ ყოველდღიურობაში, ოკეი, დღეს ეს მაგ გასაკეთებელი, მოდი ამას გავაკეთებ. მოდი ხვალ რა გავაკეთო, ხვალ ამას გავაკეთებ. დღეს თქო ეს ნაწილი, მე ხვალ ეს ნაწილი, ზეგ ეს ნაწილი და ესე ნაბიჯ მიდიხარ და გიგროვდება. თავი არ დაყარო, ფარხმალი, არ უღალატო შენს პრინციპებს და ის რაც გიყვარს, იმას თუ ბოლომდე უერთგულებ, აუცილებლად გამოგივა, არ არსებობს ეგ ამბავი რა. მაგაში შემიძლია რაღაცა ძალიან დარწმუნებით გითხრა, რომ ეს ესეა რა, ნამდვილად. და ის გარემოც რაც გვაქვს გაკეთებული და შექმნილი, ერთგვარად ადამიანებს ეხმარება, რომ განწყობა შეუცვალო. რომ მოდიხარ გრძნობ აი ამ კოლექტიურ ენერგიას, კოლექტიურ ველს, ჯანსაღს, სუფთას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სუფთავე ადამიანს იზიდავს. სხვა სიხშირეზე ხართ ალბათ, სხვა ველია, ხო? და ეს მიზიდულობის წერტილი, რომ შეგიძლია ადამიანს რაღაცა მიცე და იმანაც გავცვალოთ ერთმანეთში, ქმნის ძალიან დიდ პოზიტივს და სასარგებლო ამბავს და ზუსტად ეს ხდება ჩვენთან. რა ვიცი, დილის 7 საათიდან ხამის 10 საათამდე მიდის გუგუნიდან, ვარჯიში და ხო, სულ. რამდენ ხნიანია ვარჯიშები? ვარჯიშები 1 საათიანი. ხო. ნუ გააჩნია ახლა. აი ჰოლისტიკური რაც თქვით ეს. ხო. მოყვარულების დავარქვათ, ხო, გამაჯანსაღებელი, არასპორტული 1 საათიანი. ხო, 1 საათიანია დაახლოებით, იმიტომ რომ ინტენსივობა მაღალია, ნუ გააჩნია ხა პირველად მოსულ ადამიანთან არა, ნუ ხა ნახევარი საათი 50 წუთის პარგლებშია, როცა თავიდან იწყებ ვარჯიშს. მერე ნუ 1 საათი და 10 წუთი მაქსიმუმ. ეს როგორ არის ჯგუფები გაქვთ, თქვა სხვადასხვა დონეები? ხო, ჯგუფები ბავშვებს რაც შეეხება, ბავშვების დამწყებების ცალკეა, მერე ყვითელი კამრების, სტაფელოების ცალკე, მწვანე კამრები, ლურჯკამრიანების ცალკე, ყავისფერები და შავები ცალკე, ანუ ყველას თავისი პროგრამა აქვს. სწავლის სხვადასხვა მეთოდი აქვს. ასაკსაც მნიშვნელობა. და მოყვარულების შემთხვევაში? მოყვარულებიც იგივე, ანუ ისე მოყვარულები არიან, ახლა არის რაღაცა პროფესია. ანუ ხო სიტყვაზე რომ მომინდეს, დამწყები ჯგუფი ყავთ და მოვა. კი. დამწყები ჯგუფი, სადაც რაღაცა მარტივი პროგრამაა და მე გადადიხარ უკვე სხვა ჯგუფში. აი ძალიან მაგარია, რო იცი რომ ეს აქ მარტივია, მე გადადიხარ მეორე ლეველზე, მე მესამეზე, მე მეოთხეზე და ეს გეხმარება ნელა, მაგას ვიძახი. რო ეხა შენ რო მოდიხარ და უცებ შავ კამარს შეხედავ და რო დაინახავ რომ ვიღაცა შავი კამარი მაგრა ურტყავს, მაგრა მოძრაობს, რაღაცა ძალიან მშვიდია, ძალიან რაღაცა. მე ვფიქრობ რომ შენ როგორ უნდა გააკეთო ეს და ძალიან გერთულება. პატარა ნაბიჯებით. ხო, აბარა, პატარა ნაბიჯებით ეს ძალიან მარტივია ბევრად და ეგ არის რაღაც მიდგომებში არის გასაღები. ჩემი აზრით მიდგომებში არის გასაღები, წარმატებისაც შენ თავის უკეთესად ყოფნისაც გააჩნია როგორ მიუდგები რაღაც საქმეებს და გააჩნია როგორ დაინახავ ამაში შენს როლს. და სისტემატიურობაში არა უნდა აკეთო რაღაცა სისტემატიურად პატარ-პატარა ნაბიჯებით, კი. ყველაფერში ესეა პრინციპში ცხოვრებაში. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლისთვისაც ვიქნებით სასარგებლო. იმედი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობთ.